წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა. სარეპეტიციოდ განკუთვნილი სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა. ლევან გალობლიშვილმა დარბაზში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. შემოქმედებითი კოლექტივების რეპეტიციას დაესწრო და დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. მოხარული ვარ, რომ დღეიდან წყნეთში ჩვენს დროებით დევნილ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცით, სადაც ისინი შეძლებენ დაუფლებას ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიის. ორმაგადმშველოვანია კერძო სექტორის თანადგომა ჩვენს გვერდით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა მინდა მათ გადაუხადო იმ მინიჭებული ემოციისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც მათ მიანიჭეს დღეს ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას. მიხარია, რომ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსგავსი შემოქმედებითი სივრცის გახსნას და მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ ახალგაზრდებს. მე მჯერა, რომ ეს ადგილი იქნება როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი, ასევე სხვა ახალგაზრდების უნარჩვევების, მათი პროფესიონალიზმის გამოხატვის და მე ვუსურვებ მათ წარმატებას, კარიერულ წინსვლას. 94-15 წლებიდან ამ დარბაზში უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები და თაობები გაიზარდა, მაგრამ იყო ყოველთვის რაღაცა ისეთი უმნიშვნელო პატარა დეტალების შეკეთება, მაგრამ აი ახლა ამ ბოლო დროს დღევანდელ დღესაც ასეთი მშვენიერი დარბაზი გაგვირემონტეს, სადაც იმედია, რომ ბავშვები უფრო კარგად იგრძნობენ თავს, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს და გაიგრძნება ძალიან ბევრი თაობები, როგორც აი აქობამდე, დღევანდელ დღემდე აღზრდილან და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მრავალი აღზრდილი ამ ანსამბლში აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში დღევანდელ დღესაც მოღვაწეობენ და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვოთ. აფხაზეთიდან რო გადმოვედი წყნეთში, მაშინ გავხსენით ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი და დავარქვით ხალისი. და დიდი მადლობა უთხრა ჩვენ მთავრობას, ლევან გალობლიშვილს, კულტურის და განათლების მინისტრს. დღეს ახლა უფრო კაი პირობებში ვართ. და ამ პირობებით კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მაგარი გზნობები იყო, კონცერტით ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს მაინც კარგად გამოვედით ყველანი. ძალიან მიხარია. ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდით, რომ როდის გაიხსნებოდა ეს დარბაზი, ყველა ძალიან დიდი ხანი ველოდით ამას და რომ გადაიდო ეს დღეები, რომ ნერვიულობდით, ცოტა უფრო ბევრს რეპეტიციობდით. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან გამიხარდა რომ მოვიდნენ სამინისტროდან. მიყვარს ჩეკვა დავდივარ 1 წელი. მე მიხარია რომ დავდივარ ჩეკვა.